გადაცემის წარმოდგენია ალიანს ჯგუფი. JETEX-ი ISO სერტიფიცირებული სახანძრო უსაფრთხოების სისტემები და უნივერსალური საინჟინრო მომსახურება. გადაცემის თანაავტორია პროსპექტი. უძრავი ქონების გაყიდვების კომპანია 2018 წლიდან. მოგესალმებით, დღეს 25 ნოემბერია, რაც იმას ნიშნავს, რომ უძრავი ქონების პროსპექტის რეგიონის გამოშვებას ვიწყებთ და BMG-ის გადამღები ჯგუფი ამჯერად კახეთს სტუმრობს, სადაც ბოლო წლების განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. მომდევნო 45 წუთის განმავლობაში გუგა კობახიძესთან ერთად მე თათია ჩაფიჩაძე მოგიყვებით მიმდინარე სიახლეების შესახებ, რაც უძრავი ქონების ბაზარზე აქტუალურია. დღემშვიდობისა, ბოლო წლების განმავლობაში კახეთში უძრავი ქონება დინამიურად ვითარდება და განსაკუთრებით ეს ყველაფერი თელავში შეინიშნება. ასევე ძალიან მიმზიდველია სასტუმრო ინდუსტრიაც და დღევანდელ გადაცემაში სწორედ ამ ორი მიმართულების შესახებ მოგიყვებით. კახეთის პურის ფარგლებში ჩვენი მასპინძელია შუხმანის შატო, რომელიც უკვე მრავალი წელია სტუმრებს დაუვიწყარ ღვინის მოგზაურობას თავაზობს. კომპლექსი აერთიანებს სასტუმროს, ვილებს, ქართულ კულინარიას და მეღვინეობას და ასევე მნიშვნელოვნად და განსაკუთრებულად ცნობილია ღვინის ველნესით. ამ ყველაფერთან ერთად კომპანიას გააჩნია ძალიან დიდი გეგმები, რომელიც დაკავშირებულია საერთაშორისო ბრენდებთან თანამშრომლობით და ასევე ტურისტული დეველოპმენტის განვითარებით. მანამ სანამ ჩვენი სტუმარი ამ ყველაფერზე ისაუბრებს, გარკვეულ დეტალებს სიუჟეტიდან გიყვებით. კახეთის გულში, ისტორიულ სოფელ კისისხევში, ქართული ღვინის ტურიზმის ისტორიაში მნიშვნელოვანი ეტაპი დაიწყო. შუხმან ჯგუფმა მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან ფრანგულ სტუმარ მასპინძლობის კომპანიასთან, ლუვრ ჰოთელს ჯგუფთან სტრატეგიული თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. 2026 წლიდან შუხმანის სასტუმრო და ვილები Hotels and Preferences პრესტიჟულ საერთაშორისო ქსელს შეუერთდება. Hotels and Preference ლუვრ ჰოტელ ჯგუფის ლაქშერი ბრენდია, რომელიც ფრანგული ცხოვრების სტილის ხელოვნებას, ინდივიდუალიზმს და მაღალ სტანდარტებს გამოხატავს. ამიერიდან კახეთში არსებული ტურისტული დეველოპმენტით სრულად ახალ სტანდარტებს მიაღწევს. თანამშრომლობის ფარგლებში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი დეველოპმენტის მხარდაჭერაა. მემორანდუმი კახეთში Golden Tulip-ის ბრენდის ქვეშ სტუმარ მასპინძლობის პროექტების განხორციელებას ითვალისწინებს. შუხმან ჯგუფის პროექტებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო თანამშრომლობა, საერთაშორისო ექსპერტიზა, სხვადასხვა სტანდარტები, საერთაშორისო აღიარება და რასაკვირველია, რომ გავხდეთ იმ დიდი ოჯახის წევრი, რომელსაც ქვია Louvre Hospitality, რომელიც ფაქტიურად აერთიანებს 1700-ზე მეტ სასტუმროს და აი ამ ფაქტიურად რიგებში, როდესაც გამოჩნდება კახეთის რეგიონში შუხმან ჯგუფის ბრენდი, ეს რა თქმა უნდა ჩვენთვის პრივილეგია, ჩვენთვის დიდი პატივი და ძალიან დიდი ბედნიერებაა. ღონისძიების ოფიციალურ ნაწილამდე შუხმანის შატოში ნამდვილი კახური დღესასწაული მოეწყო. ლუვრ ჰოთელ ჯგუფის წარმომადგენლებმა საკუთარ თავზე გამოსცადეს ის გარემო და მასპინძლობის კულტურა, რომელსაც სულ მალე პრესტიჟული ბრენდის ქვეშ საერთაშორისო მოგზაურებს შესთავაზებენ. ფრანგული მხარე დარწმუნებულია, რომ შუხმანის კომპლექსი იდეალურად ერწყმის მათი ბრენდის ფილოსოფიას, რომელიც ლოკალური კულტურისა და მაღალი კლასის სერვისის სინთეზს ეფუძნება.
It talks about the history of Georgia. საქართველოს ღვინის წარმოების კუთხით მრავალ საუკუნოვან ისტორიას აერთიანებს. ამის დახმარებით კი შუხმანის კომპლექსის სტუმრები გამორჩეულ სერვისს იღებენ. აქ სტუმრებს საშუალება აქვთ ქართული გასტრონომია გაიცნონ. ფერმიდან მაგიდამდე კონცეფცია პროექტში ძალიან ლამაზად არის წარმოდგენილი და ვფიქრობ, რომ ჩვენი სტუმრები ამ გამოცდილებით განსაკუთრებით კმაყოფილები დარჩებიან. რამდენიმე სიტყვა უნდა ვთქვათ სპაზე. ეს სრულიად უნიკალური შესაძლებლობაა, რომელიც მსოფლიოს ბევრ ნაწილში ჯერ კიდევ არ არის ხელმისაწვდომი. გულწრფელად რომ ვთქვათ, როგორც ჯგუფი ჩვენც ვიხილავთ ამ კონცეფციის სხვა რეგიონებშიც გავრცელების საშუალებას. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს არის სტუმრები. დღევანდელ მსოფლიოში მოგზაურები ახალი გამოცდილების ძიებაში არიან და სწორედ ამ სიახლეებს თავაზობს შუხმანი დამსვენებელს. რაც შეეხება Louvre Hotel ჯგუფს, ჩვენ ამ ყველაფერს მსოფლიო ბრენდის გლობალურ გამოცდილებას შევუმატებთ, თუმცა რა თქმა უნდა არ დაუკარგავთ სახასიათო ავთენტურობას და ელემენტებს. ლუვრის სასტუმროების ჯგუფი ინვესტიციებისა და მენეჯმენტის გლობალური ბრენდია, რომელიც პორტფელში 1700-ზე მეტ სასტუმროს აერთიანებს. ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მოთამაშე საქართველოს ბაზრით დაინტერესება ადასტურებს ნდობას ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალისა და კახეთის როგორც საერთაშორისო დონის ტურისტული მიმართულების მიმართ. გლობალური ქსელი მსოფლიოს 70-ზე მეტ ქვეყანასთან ერთად უკვე საქართველოსაც ფარავს და დიდი გეგმების განხორციელება კახეთიდან შუხმან ვაინ შატო ვილას Spa Hotel Preference-დან იწყება. ლუვრის სასტუმრო ჯგუფი მსოფლიოს მასშტაბით მომხმარებლებს მრავალფეროვან გამოცდილებას სთავაზობს. ჩვენი ფართო ქსელი 1700-ზე მეტ სასტუმროს აერთიანებს. ეს უნიკალური გლობალური ქსელი მომხმარებლებისთვის შესაძლებლობაა უშუალოდ შეეხონ ქართულ გამოცდილებას და ლუვრის ჯგუფის ხელმისაწვდომი სასტუმროებისა და მომსახურების შეთავაზებების მეშვეობით საქართველოს მსოფლიო ეკონომიკის ნაწილად აქციონ. ლუვრის სასტუმრო ჯგუფისა და შუხმან ჯგუფის თანამშრომლობა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროექტია, რადგან ის ერთი მხრივ ლუვრს აძლევს შესაძლებლობას ჩაერთოს ქართულ ეკონომიკაში, ხოლო მეორე მხრივ უნიკალურ ქართულ გამოცდილებას მთელი მსოფლიოსთვის ხელმისაწვდომს ხდის. ის რაც დღეს აქ ვნახეთ უნიკალურია და მიგვაჩნია, რომ მსოფლიომ უნდა ნახოს, გამოსცადოს და ნამდვილად გააცნობიეროს, თუ რისი შეთავაზება შეუძლია საქართველოს. ამიტომ ჩვენ ღრმა სიამაყით აღვნიშნავთ ჩვენს აქტიურ წარმომადგენლობას და მზად ვართ კიდევ უფრო გავაფართოოთ ის. შუხმანის შატო 2008 წელს მეცენატმა ბურქარდ შუხმანმა დააარსა და მას შემდეგ კომპლექსი რეგიონის ერთ-ერთ სავიზიტო ბარად წარმოადგენს. ღვინის წარმოება 20 ნომრიანი სასტუმრო, ექსკლუზიური ვილები, სპა ცენტრი, გასტრონომიული სივრცეები. ყველაფერი ეს კახეთის გულში 8 ჰექტარზეა გადაჭიმული. 2026 წლიდან შუხმანის სასტუმრო ბრენდი უკვე ოფიციალურად გახდება Hotel and Preferences ნაწილი, რაც იმას ნიშნავს, რომ უნიკალური ქართული ინფრასტრუქტურა მალე ფრანგულ დახვეწილობა შეერწყმება. ორი ბრენდის იდეური კვეთა იმის გარანტიაა, რომ შუხმანი არასდროს დაკარგავს ქართულ ავთენტურ ელემენტებს, არამედ პირიქით გაიზრდება დაიხვეწება, განვითარდება. ეს იქნება მემკვიდრეობა, რომელიც თაობებს გაუძლებს და კახეთს საერთაშორისო ტურისტულ რუკაზე კიდევ უფრო მკაფიოდ უკვე საერთაშორისო გლობალურ ბრენდთან ერთად მონიშნავს. ნუცა აბრამიშვილი შუხმან ჯგუფის გენერალური დირექტორია, ჩვენი მასპინძელიც და ამავდროულად სტუმარიც. ნუცა მოგესალმებით. მოგესალმებით და გითხრათ არაჩვეულებრივი მასპინძლობისთვის. უნდა აღვნიშნო პირველ რიგში, რომ ზღაპრული გარემოა და მოდით პირველ რიგში ვისაუბროთ, რას მოიცავს შუხმანის შატო. შუხმანის შატო მოიცავს ყველაფერს, რაც დაკავშირებულია ქართულ ისტორიასთან, მეღვინეობასთან, კულტურასთან, არქიტექტურასთან და რასაკვირველია სტუმართ მასპინძლობასთან. ჩვენს ასე ვთქვათ, ირგვლივ იშლება არაჩვეულებრივი ხედები, რომელიც ქმნის ამ ერთიანობას და ხდის რასაკვირველია დასვენებას და სტუმრობას დაუვიწყარს და ჩვენს კი ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი ასე ვთქვათ სტუმრების აქ ყოფნა იყოს ძალიან განსხვავებული და უნიკალური. ნუცა, თუ შეიძლება კიდევ დავაზუსტებ, რით და როგორ გიცნობენ თქვენი მომხმარებლები და რით ხართ გამორჩეულები, არა მარტო საქართველოში, არამედ გლობალურ ბაზარზე. გამომდინარე იქედან, რომ ფაქტიურად ჩვენ ექსპორტზე ორიენტირებული კომპანია ვართ, ღვინის ექსპორტით, ტურიზმის ექსპორტით ასევე, ვფიქრობ, რომ პირველ რიგში ღვინით, შემდეგ ამ დაუვიწყარი ხედებით, რომელიც იშლება ჩვენი შატოს ყოველი ფანჯრიდან და აქედან გამომდინარე შემდგომ მოსდევს მას სხვადასხვა ღვინოსთან დაკავშირებული სერვისები
და აი ამ ერთიან, ასე ვთქვათ, გემოებში არის ჩვენი ბრენდი, ცნობილი და ფაქტიურად საყვარელი უკვე შეიძლება ითქვას ყველასათვის. თუმცა ინტერვიუს დაწყებამდე დავაანონსე, რომ თქვენ გაქვთ გეგმაში, რომელიც ალბათ თქვენი დიდი გეგმის ნაწილია, თანამშრომლობა საერთაშორისო ბრენდებთან. თუ შეიძლება რომ გაგვიზიაროთ, რატომ გადაწყვიტეთ საერთაშორისო ბრენდებთან კოლაბორაციები? გამომდინარე იქედან, რომ ჩვენ ვართ ფაქტიურად კახეთის რეგიონში, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი რეგიონი მთლიან საქართველოსთვის, ასევე რეგიონში ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრების ადგილი, გამომდინარე ჩვენი ამ უმნიშვნელოვანესი მიმართულებებიდან, როგორიც არის მეღვინეობა, მევენახეობა, ტურიზმი, გასტრონომია. აქედან გამომდინარე, განვითარებისთვის და აი ამ ყველაფრის უკეთ უფრო ვიტყოდი სტანდარტიზაციის კუთხით წარმოჩენისთვის ერთის მხრივ და მეორეს მხრივ საერთაშორისო ვიზიტორებისთვის მეტად საინტერესო დესტინაციად ქცევისთვის არ არის საკმარისი იყო მხოლოდ ადგილობრივი ბრენდი. რასაკვირველია, პირველ რიგში უნდა იყო ადგილობრივი ბრენდი, რომ შემდგომ მოახდინო ინიცირება გლობალურ დონეზე, რომ თუნდაც რაღაცა კოლაბორაციაში შეხვიდე სხვადასხვა ბრენდებთან და დააკმაყოფილო ის არსებული საბაზისო ვიტყოდი პირობები, რომელიც უმნიშვნელოვანესია და გადამწყვეტია სტუმართმასპინძლობის სფეროში. აქედან გამომდინარე იმისათვის, რომ მოხდეს კახეთის რეგიონის პოპულარიზაცია, ზოგადად რეგიონალური ტურიზმის განვითარება და რომ მოხდეს კახეთის რეგიონი ძალიან მნიშვნელოვან, ასე ვთქვათ, ადგილად, რომელსაც ძალიან ბევრი ადამიანი სტუმრობს და აძლევს რეკომენდაციას. ნუცა, თუ შეიძლება ასევე გაგვიზიარეთ, რომელ ბრენდებთან აპირებთ თანამშრომლობას და რას მოიცავს ეს თანამშრომლობა? ფრანგული ძალიან საინტერესო ევროპაში ნომერ მეორე ბრენდი Louvre Hotels Group-ი, რომელიც მოიცავს ორ მიმართულებას. ერთის მხრივ ჩვენ არსებულ სასტუმრო ვილებზე ვიქნებით αφილირებული, ასე ვთქვათ, პარტნიორები და მათი კოლგის ქვეშ მოხდება ჩვენი პოზიციონირება საერთაშორისო ბაზარზე. ეს არის Hotels and Preferences, რომელიც არის უშუალოდ რეზორტული ტიპის ბრენდი და აერთიანებს სხვადასხვა, ასე ვთქვათ, ინფრასტრუქტურას ერთ რეზორტის ქვეშ. ანუ კურორტული ტიპის მიმართულება, რომელსაც ფაქტიურად ჩვენ ძალიან მალე მივიღებთ, 2026 წლიდან უკვე ჩვენ ვიქნებით მათი კოლგის ქვეშ, რომელიც ძალიან, ასე ვთქვათ, საინტერესო იქნება, იმიტომ რომ ფაქტიურად მსგავსი ტიპის რეზორტული საერთაშორისო αφილირების მქონე ადგილობრივი ბრენდი ჯერჯერობით არ გვაქვს, ამიტომ აქ ვართ პიონერები ამ მიმართულებით. ეს რაც შეეხება ტურიზმს, რაც შეეხება developments, რომელიც ასევე ტურიზმთან არის დაკავშირებული, ალაზნის ველზე ძალიან საინტერესო ასევე კურორტულ პროექტში, ეს არის ალაზანი ველი რეზორტი. აქ მიმდინარე იგეგმება Golden Tulip-ის ბრენდის ქვეშ სასტუმრო აპარტამენტების არსებობა სრული ინფრასტრუქტურით, ტურისტული ინფრასტრუქტურით, რომელიც ასევე არის მათი ბრენდი და ჩვენთვის ეს ნიშნავს მეტ განვითარებას, მეტ სტუმარს და მეტ ნდობას კახეთის რეგიონში. რამდენად რთულია საერთაშორისო ბრენდებთან კომუნიკაცია და საბოლოო ჯამში თანამშრომლობაზე დათანხმება, რადგან მიუხედავად ჩვენი ძალიან დიდი სიყვარულისა, ჩვენი ქვეყნის თუ ჩვენი ბრენდების, გლობალურად ძალიან დიდია კონკურენცია, მით უმეტეს ამ სფეროში და თქვენ რა წინააღმდეგობებს წააწყდით და როგორ მოახერხეთ, რომ საბოლოო ჯამში თანამშრომლობაში შეიძლება შეხვიდეთ? ფიქრობთ, რომ ძალიან ამბიციური პასუხი შეიძლება იყოს ჩემი მხრიდან. ესეთი ტიპის დესტინაციები, რომლებსაც ჩვენ წარმოვადგენთ და ადგილები, მსოფლიოში არ არის ბევრი.
აქედან გამომდინარე ჩვენ გვყავს კონკურენტები მსოფლიო მასშტაბით ცხადია, ეს არის უფრო ღვინის, ასე ვთქვათ, რეგიონები, სადაც არის ღვინის ტურიზმი განვითარებული, რეგიონები, სადაც არის ღვინის ინდუსტრია განვითარებული და რასაკვირველია, ჩვენი მიმართულებაც ეს არის, რომ ჩვენ გავუტოლდეთ ესეთ განვითარებულ ადგილებს მსოფლიო მასშტაბით და კიდევ ერთხელ დავაინტერესოთ ეს საერთაშორისო სტუმარი, რომ შემდგომ უკვე მოინახულოს ჩვენი რეგიონი, შემდგომ სხვა ადგილები საქართველოს და შეიქმნას სხვა დამატებითი, ასე ვთქვათ, ბენეფიტები. აქედან გამომდინარე, საერთაშორისო სტუმარი ყოველთვის ეძებს ესეთ უნიკალურ ადგილებს და აღმოჩენის, ასე ვთქვათ, რეჟიმში ახორციელებს სხვადასხვა ადგილების მონახულებას და ზუსტად ეს არის კახეთის რეგიონი, რომელიც აერთიანებს ძალიან მრავალ, ძალიან საინტერესო მიმართულებას, ზოგადად ქვეყნის, რომელიც, ასე ვთქვათ, ერთიან ავთენტურობის განცდას იძლევა. აქედან გამომდინარე, ძალიან ბევრი რეგიონი არ არის ჩვენი კონკურენტი პირდაპირი და ის რომ ჩვენ გვინდოდა და გვაქვს ამბიცია რეგიონს წარდგეთ, ასე ვთქვათ, მეტად მძლავრად საერთაშორისო ბაზარზე და იქცეს კახეთის რეგიონი ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ცენტრად თუნდაც რეგიონში. ნუცა თუ შეიძლება ასევე რომ გაგვიზიაროთ კომპანიის გეგმები დეველოპერული მიმართულებით, ტურისტული დეველოპერული მიმართულებით, სხვათა შორის თვითონ ამ ორი სიტყვის თანწყობაც უკვე სიახლეა ქართულ ბაზარზე და თუ შეიძლება თქვენი გეგმების შესახებ რო გითხრათ. ამ შემთხვევაში არის პირველი, როდესაც კახეთის რეგიონში ხდება დეველოპერული ბრენდული ტიპის სასტუმრო აპარტამენტების აშენება. ეს არის ძალიან საინტერესო ლოკაცია და აქ მინდა ვთქვა, ასე ვთქვათ, ექსკლუზიური ინფორმაცია, რომ ეს არის ალაზნის ველი და კოლაბორაცია მოხდება ძალიან საინტერესო ფრანგულ კომპანიასთან, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი პარამეტრებით იქნა ჩვენი მხრიდან არჩეული, იმიტომ რომ მათ ძალიან დიდი გამოცდილება აქვთ ევროპულ ბაზარზე, ევროპის ბაზარზე მსგავსი ტიპის, ასე ვთქვათ, პროექტებით. ეს არის დაკავშირებული ღვინის ტურიზმთან, აგრო მიმართულებებთან და ძალიან სპეციფიკური არის ჩვენი, ასე ვთქვათ, მიმართულება, სპეციფიკური პროდუქტები გვაქვს ჩვენ ამ მიმართულებით ინვესტორებისთვის ამ შემთხვევაში უძრავი ქონების კუთხით და ვფიქრობთ, რომ ალაზნის ველი არის ის ძალიან მნიშვნელოვანი ლოკაცია, არა მხოლოდ მისი სილამაზით და მდებარეობით, არამედ მარკეტინგული მიმართულებითაც. ინვესტიციის მოცულობა რა არის და რა ვადებს უყურებს ეს პროექტი, რამდენ ხანში უნდა განხორციელდეს? დაგეგმილი დეველოპერული პროექტი ალაზნის ველზე, ეს იქნება 2026 წლის ზაფხულის პერიოდიდან, მანამდე დაიწყება პრესეილები და მეტი დეტალი გახდება ცნობილი. შესაბამისად ამ ეტაპზე მიდის მუშაობა, პროექტის ჩამოყალიბება და სხვადასხვა სახის, ასე ვთქვათ, სამუშაო პროცესები. რაც შეეხება ბიუჯეტს, ეს არის 7 მილიონი დოლარის ღირებულების ბიუჯეტი, რომელიც აერთიანებს ძალიან საინტერესო ტურისტულ, უფრო აგრო მიმართულებებს, ეს არის ძირითადად ეკოლოგიური სერვისების არსებობა და სხვადასხვა ძალიან საინტერესო ტურისტული ატრაქციები და ფაქტიურად ახალი რეზორტული დესტინაცია, რომელიც იქნება ასევე ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრების ადგილი და შესთავაზებს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ინვესტორს თუ დამსვენებელს ძალიან საინტერესო ახალ მიმართულებებს. ამ ყველაფრის მოსმენის შემდეგ არ შეიძლება ადამიანს არ გაუჩნდეს სურვილი, რომ მინიმუმ ეწვიოს ამ კომპლექსს და ასევე მინიმუმ გახდეს მფლობელი უძრავი ქონების ამ კომპლექსში და ბარემ ვიკითხავ, ვიზზე არის გათვლილი. თქვენ საუბრობდით, რომ ფრანგულ საერთაშორისო ბრენდთან იქნება კოლაბორაცია და ამით ხდება ხაზგასმა, რომ მაგალითად ძირითადად ევროპულ ბაზარზე გააკეთებთ აქცენტებს თუ ადგილობრივი ბაზარის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თარგეტი იქნება. ფრანგულ-ქართული კოლაბორაცია ამ შემთხვევაში გულისხმობს აი ამ ჩვენი
ესე ვთქვათ, ძალიან საინტერესო მიმართულებების შერწყმას და დახვეწას უფრო, რომელიც გვაქვს საერთო ამ ორ კულტურას, ეს არის მეღვინეობა, ღვინის ტურიზმი, ღვინის დაყენების ტრადიცია და იმის ირგვლივ უკვე, ასე ვთქვათ, შემუშავებული და დაკავშირებული სერვისები თუ მომსახურება. აქედან გამომდინარე, რასაკვირველია ეს პროდუქტი, როგორც უძრავი ქონების, მაგრამ იმდენად რამდენადაც გამორჩეული და განსხვავებულია და გაჯერებული აი ამ არომატებით, რომელსაც ღვინო, მეღვინეობა, მევენახეობა და სხვადასხვა მიმართულება აერთიანებს. რასაკვირველია ყველასთვის, იმიტომ რომ იმდენად მიმზიდველი პროდუქტია და ფაქტიურად ძალიან ექსკლუზიური, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიო მასშტაბით, რომ რასაკვირველია როგორც ქართველისთვის არის ეს საინტერესო, ასევე უცხოელისთვის, რომელიც უშუალოდ დაინტერესებულია საინტერესო ავთენტური უძრავი ქონების შეძენით და ამით დივერსიფიცირებას მოახდენს თავისი, ასე ვთქვათ, პორტფელის და მეორეს მხრივ ეს არის ეგრეთ წოდებული, ასე ვთქვათ, გამოცდილების მიღება, დადებითი გამოცდილების მიღება, რომელსაც ქვია მეღვინეობა და მეღვინეობის პროცესებში ჩართვა, იმიტომ რომ ჩვენი უძრავი ქონების, ასე ვთქვათ, მიმართულება შესთავაზებს პოტენციურ ინვესტორს, რომ ის გახდეს მეღვინე და თავად აწარმოოს და თავად ჩაერთოს ღვინის წარმოების პროცესებში მონაწილეობა. ძალიან გამორჩეულ პროექტზე ვსაუბრობთ და აუცილებლად უნდა ვიკითხო, რამდენად რთულია ასეთი პროექტის განხორციელება კახეთის რეგიონში და აქვე ვიკითხავ, რა ღირს დღეს მიწები, რამდენად გაძვირდა წლიდან წლამდე და ესეც ხო არ ქმნის კიდევ რაიმე დამატებით სირთულეებს და ბარიერს. სირთულე რასაკვირველია, როგორც ყველა პროექტის, ასე ვთქვათ, დაწყებას აქვს რასაკვირველია. თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ პროექტი არის ექსკლუზიური და ფაქტიურად უკონკურენტო, ძალიან საინტერესო ამ პროცესებში მონაწილეობა, იმიტომ რომ ფაქტიურად ტრენდი იქმნება ჩვენით ამ მიმართულებით. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვქმნით მოთხოვნას. რა სჭირდება დღეს რეგიონს უფრო მეტი განვითარებისთვის და უფრო სწრაფი განვითარებისთვის? რეგიონს სჭირდება განათლება, რეგიონს სჭირდება, ასე ვთქვათ, მეტი ინვესტიციები და თამამი პროექტები, იმიტომ რომ რეგიონალური განვითარება არის ძალიან მნიშვნელოვანი, თუ რეგიონები ჩვენ და სოფლები გვაქვს განვითარებული, რაც იმას ნიშნავს, რომ არის მაღალი დასაქმება, რაც იმას ნიშნავს, რომ არის სხვადასხვა ტურისტული ატრაქციები, სადაც არის გამართული ინფრასტრუქტურა, ანუ ამ შემთხვევაში საჯარო ინფრასტრუქტურა, რასაკვირველია განვითარებაც მოყვება, იმიტომ რომ კახეთი, ამიტომაც გამოირჩევა, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი ინფრასტრუქტურა, ძალიან გვაქვს სიახლოვე დედაქალაქთან, რომელიც ძალიან კარგ მობილობას იძლევა და ამ ხრივ ჩვენ მეტ სტუმარს ვიზიტავთ წლიდან წლამდე და რასაკვირველია ის ისტორიული ღირებულებები, რომელიც თუნდაც ჩვენმა თაობებმა შემოგვინახა, ის 800 წლიანი ღვინის დაყენების ტრადიცია და იმის უწყვეტობა არის იმის გარანტი, რომ რეგიონიდან იწყება განვითარება, ეს არ არის მხოლოდ მეღვინეობა, ეს არის სხვადასხვა მიმართულება, ასევე გასტრონომია, თუ სხვადასხვა მიმართულება, რომელიც ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ტურიზმის მიმართულებით, მაღალი სტანდარტებით და ეს რომ იყოს მისაღები საერთაშორისო სტუმრისთვის, რომელსაც ფაქტიურად ძალიან პრეტენზიული გემოვნება აქვს, მოლოდინები აქვს მაღალი და ჩვენ თუ ვქმნით ბუტიკური ტიპის ასე ვთქვათ, ტურიზმს და ქვეყანას, იმიტომ რომ ჩვენი რესურსები არის ლიმიტირებული, აქედან გამომდინარე ჩვენ ყოველთვის უნდა ვიყოთ ხარისხზე ორიენტირებული, რომელსაც შესაბამისი ღირებულება აქვს. ლუცა, ძალიან დიდი მადლობა მასპინძლობისთვის და ასევე გადაცემაში სტუმრობისთვის. მართლა ძალიან საინტერესოა თქვენი გეგმები. დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი რაც გაქვთ დაგეგმილი, ძალიან წარმატებით ჩაივლის, აუცილებლად ბევრ წარმატებებს გისურვებთ. და იმედი მაქვს, რომ მთელ ამ პროცესში ჩვენც ვიქნებით ჩართული და პერიოდულად გავაშუქებთ სიახლეებს, ასევე კარგ სიახლეებს. დიდი მადლობა. ზუზუმბო პრემიუმ რეზიდენსი. ეს არის კამარა ჰოლდინგის ერთ-ერთი ახალი პროექტი, რომელიც თელავში ზუზუმბოზე ვითარდება. თუ რას მოიცავს პროექტი და სხვა მნიშვნელოვან დეტალებს ინტერვიუდან გიყვებით.
ჩვენ ახლა ვიმყოფებით თელავში ზუზუმბოზე, სადაც ძალიან საინტერესო კონცეფციის დეველოპერული პროექტი შენდება, რომელსაც კომპანია კამარა ჰოლდინგი ასრულებს და უფრო მეტ დეტალს გვეტყვის კომპანიის კომერციული დირექტორი ბექა ხატიაშვილი, რომელიც ჩვენი მასპინძელია და სტუმარი გადაცემის. ბექა, მოგესალმებით, მადლობა რომ იღებთ გადაცემაში მონაწილეობას და გვასპინძლობთ ამ სივრცეში. დეტალები მინდა რომ მოგკითხოთ პირველ რიგში, საიდან გაჩნდა საერთოდ იდეა რომ საცხოვრებელი პროექტი უნდა დაგეწყოთ ამ ადგილას. მოგესალმებით, მადლობა სამომჯანებისთვის. ჩვენ ახლა ვიმყოფებით თელავში ყველაზე პრესტიჟულ და მწვანე უბანში. მე წარმოშობით თელავიდან ვარ, შესაბამისად უფრო დამატებითი мотиваცია და თელავის სიყვარული იყო ის, რომ შეგვექმნა განსაკუთრებული პროექტი და მორგებული თელავის არქიტექტურაზე. ზოგადად დიდი ისტორია აქვს ამ ნაკვეთის გაერთიანებას და შექმნას. დაახლოებით 7-8 წელი დაგვჭირდა, რომ შეგვექმნა ესეთი განსაკუთრებული ტერიტორია, რომელზეც შემდგომ განვახორციელებდით პრემიუმ ტიპის საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობას. ბექა, რატო დაჭირდა 7 წელი აი ამ ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთების შეგროვებას, ესე ვთქვათ, როგორც თქვენ ახსენეთ და ალბათ ვინც თელავს არ იცნობს, მათთვისაც რომ კარგად ავხსნათ, რით არის გამორჩეული ეს ტერიტორია და ზუზუმბო რატომ არის ყველაზე პრესტიჟული თელავში? საინტერესო შეკითხვა. გამომდინარე იქიდან, რომ აქ არის 500 კვადრატული ნაკვეთები იყო, ჩვენ ამ წლების განმავლობაში დაგვჭირდა, რომ შეგვეძინა სხვადასხვა ნაკვეთები, რასაც დრო მოითხოვდა და ჯამში 14 მეტრის ნაკვეთი გავაერთიანეთ და შევქმნით საკმაოდ დიდი ტერიტორია, რომელიც უკვე გვაძლევს საშუალებას, რომ მულტიფუნქციური კომპლექსი შეგვექმნა. გამომდინარე იქიდან, რომ ყოველწლიურად თელავში როგორც მიწის, ასევე უძრავი ქონების ფასები იზრდება, შესაბამისად მოგვიწია ეტაპობრივად შეგვეძინა ეს მიწის ნაკვეთები და შემდგომ მოვახდინეთ მათი გაერთიანება. საინტერესოა მიწის ნაკვეთები რა ღირს და როგორი იზრდებოდა ამ დროის განმავლობაში. თელავში რა არის მიწის ღირებულება დღეისთვის? საწყის ეტაპზე რამოდენიმე წლის წინ აქ საკმაოდ ხელმისაწვდომი იყო, $30 ღირდა მიწის ნაკვეთი, კვადრატული მეტრის ფასი, ხოლო წლების მანძილზე ყოველწლიურად იზრდებოდა. ამ ეტაპზე უკვე $200-ია ამ ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთის ღირებულება, კვადრატულის ფასი. ეხლა რომ მოგვიყვეთ, რას ნიშნავს რა ტიპის პროექტს აერთიანებს ზუზუმბო პრემიუმ რეზიდენსი, რამდენი საცხოვრებელი სახლი იქნება და თვითონ ეს კონცეფციაც როგორ არის შედგენილი? ზუზუმბო პრემიუმ რეზიდენსი არის კამარას ახალი პროექტი, რომელიც აერთიანებს 4 სართულიან დაბალი ინტენსივობის 10 საცხოვრებელ ბლოკს, რომელიც მორგებულია ქალაქის არქიტექტურაზე, თანამედროვე არქიტექტურაზე და ამავდროულად ჩვენ ვთავაზობთ ყველა იმ კომფორტს, რაც საჭიროა სრულყოფილი ცხოვრებისთვის. რას მოიცავს საცხოვრებელი კომპლექსი გარდა სახლებისა? ზუზუმბო პრემიუმ რეზიდენსის მულტიფუნქციური კომპლექსი აერთიანებს მრავალ ინფრასტრუქტურას, რომელიც გასწვილია დასრულებისთვის და ასევე ბავშვებისთვის. აქ კომპლექსში გათვალისწინებულია საცურაო აუზი, ფიტნეს დარბაზი, ღია და დახურული საბავშვო სივრცეები, საბავშვო მოედანი, ასევე coworking ზონა, საერთო სამუშაო ზონა, რომელსაც არანაირი კომერციული დატვირთვა არ აქვს და გათვლილია მხოლოდ მოსახლეობისთვის. როგორც მივხვდი, ბოდიში გუგა, აქ იქმნება დახურული ტიპის საცხოვრებელი კომპლექსი, რომელიც გათვლილია მუდმივ მცხოვრებლებზე, ხო? რაღაცა ესეთი კონცეფცია გაქვთ ჩადებული. კი ბატონო, ანუ ზოგადად ტერიტორია სრულად შეღობილია, მხოლოდ მოსახლეობა ხდება აღნიშნულ ტერიტორიაზე. პარკის ზონაშიც 120 მეტრიანი პარკი კეთდება, აქაც მხოლოდ საფეხმავლო პარკი იქნება. Coworking-ი ახსენეთ, სავარჯიშო სივრცე, აუზი და ასე შემდეგ სხვადასხვა ინფრასტრუქტურა. ასეთი ტიპის პროექტები თუ არსებობს კახეთში, თუ არსებობდა აქამდე, თუ ეს პირველია? თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის ერთ-ერთი პირველი პროექტი, რომელიც ამდენ ინფრასტრუქტურას და ასეთი ტიპის კომპლექსს ქმნის. გამორჩეულია როგორც ლოკაციით, ასევე ინფრასტრუქტურით, როგორც უკვე აღნიშნეთ, ულამაზესი ხედები იშლება ალაზნის ველის, ასევე უკანა მხარეს გვაქვს ტყის მასივი, რომელიც უფრო ბუნებასთან ჰარმონიაში იქნება აღნიშნული პროექტი. ეს ბუნებასთან სიახლოვე ხის ყუდრო ჯანსაღ გარემოს, რომელიც იდეალურია საცხოვრებლად ოჯახებისთვის. ჩვენ წეგავ საუბრობდით, რომ ავტომობილებიც არ ხვდება შიდა ზონაში, ხო? აი თუ შეიძლება მაგაზეც რო გითხრათ, პარკინგების ნაწილში. კი ბატონო, კომპლექსს გააჩნია თითოეულ ბლოკს მიწისქვეშა პარკინგი. შესაბამისად, მხოლოდ პარკირების ზონაში ხვდება მანქანები
და საფეხმავლო პარკში, სადაც იკეთდება საკმაოდ 120 მეტრიანი პარკი, ამ ადგილში არ ხვდება საერთოდ მანქანები. ვინ აშენებს კომპლექსს, რა ტიპის გამოცდილების კომპანია და ასევე საინტერესოა მასალები, რომელსაც იყენებთ მშენებლობის დროს. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი პირველი პროექტია, გვყავს სამშენებლო კომპანია ქვეკონტრაქტორი, რომელსაც 20 წლიანი გამოცდილება აქვს, მრავალი პროექტი აქვს განხორციელებული თბილისში, მსხვილი პროექტები და შესაბამისად მისი გამოცდილება გვაძლევს საშუალებას, რომ თავის დროზე ვადებში მოხდეს მშენებლობის პროცესის წარმართვა. რა არის ეს ვადები? როდის უნდა დასრულდეს პროექტი? ახლა მიმდინარეობს პირველი ფაზის მშენებლობა, რომელიც მოიცავს 2 ბლოკს. უკვე მოწყობილია საძირკველი, მიწისქვეშა პარკირები და მიმდინარეობს პირველი სართულის მშენებლობა. ზოგადად ამ ფაზის დასრულების ვადა არის 11 თვე. ხოლო კომპლექსის სრულად დასრულების ვადა არის 2027 წლის დეკემბერი. სულ რამდენ სახლს აერთიანებს და სახლების ფართობით საინტერესოა, საიდან იწყება, მოკლედ ბინის შეძენის მსურველებს რა ტიპის შესაძლებლობებს თავაზობთ და რა კონდიციაში აბარებთ? ეს არის თეთრი კარკასი, მწვანე კარკასი, რემონტი თუ როგორი შესაძლებლობებია? თითოეულ ბლოკში განსაზღვრულია 16 ბინის მშენებლობა. აქედან თითოეულ სართულზე არის 4 საცხოვრებელი ბინა, ყველა კუთხის ბინებია, შესაბამისად ეს დამატებით ბენეფიტს აძლევს მყიდვას, რომ ხედების კუთხით ყველა მხრიდან ჰქონდეს ხედები კავკასიონზე და ასევე ცივგომბორზე. ფართობს რაც შეეხება საინახსადამდგე ბინების მოცულობა? ფართები იწყება 66 კვადრატიდან და გვაქვს 94 კვადრატამდე. ბექა, რამდენი ხანია რაც გაყიდვები დაწყებულია და რა არის კვადრატული მეტრის ღირებულება? გაყიდვები სულ რაღაც თვენახევარია, რაც დავიწყეთ. ძალიან დიდი დაინტერესება იყო როგორც თელაველების მხრიდან, ასევე თბილისი და ემიგრანტების მხრიდან. ამ ეტაპზე უკვე ამ თვენახევარში, უკვე პირველი ფაზის ბლოკებში 40% უკვე გაყიდულია ბინების, საკმაოდ სწრაფი ტემპით მიმდინარეობს გაყიდვები. კვადრატულის ფასი იწყება $700-დან და $1090-მდე ადის კვადრატულის ფასი. დამოკიდებულია უკვე სართულებზე, ხედებზე და ბინის ფართობზე. ბექა, როგორია გადახდის პირობები, რა გზებით შეგვიძლია თქვენთან ბინის შესყიდვა? მოხმარება შეუძლია შეიძინოს როგორც ერთიანი ან ნაწილობრივი გადახდით, თუ ასევე გვაქვს განვადება, სავალდებულო გვაქვს 10% წინასწარი შემოსატანი, შემდგომ შეუძლია დარჩენილ თვეებზე გადაანაწილონ შიდა უპროცენტო განვადებით. ზოგადად პროექტი დაფინანსებულია ბანკის მიერ და უზრუნველყოფილია მთლიანი პროექტის მშენებლობა ბანკის სახსრებით. ამ კუთხითაც მოხმარებელი დაცულია, რომ მშენებლობა დროულად და შეფერხებების გარეშე გაგრძელდება, რაც მნიშვნელოვანი ნაწილია ნამდვილად დღევანდელ დღეს. ზოგადად როგორია კონკურენცია თელავში, რამდენად ბევრი მშენებლობაა და რა ტიპის პროექტები შენდება? თელავში საკმაოდ უკვე ბოლო პერიოდში რამდენიმე მშენებლობა განხორციელდა, დაინტერესება საკმაოდ დიდია როგორც ადგილობრივისთვის, ასე უცხოელებისთვის და სხვა ქალაქის მოსახლეობის მხრიდან. გამომდინარე იქიდან, რომ ტურისტულათაც, როგორც შიდა ტურიზმი გაიზარდა, ასევე უცხოელი ბევრი ტურისტი გვყავს. შესაბამისად, საინვესტიციოსაც საინტერესოა თელავის ქალაქი, რომ აქ შეეძინონ ბინა, თუნდაც შემდგომ გაქირავებისთვის და საინვესტიციო მიმართულებით. მიუხედავად იმისა, რომ არსებული გეგმარებებისა, მოთხოვნა როგორ ტიპის ბინებზეა. მაგალითად, თბილისში ვიცით, რომ ძირითადად უფრო პატარა ზომის ბინებზეა მოთხოვნა. თელავში რას ითხოვს აქაური მომხმარებელი? უკვე გაყიდული სტატისტიკიდან გამომდინარე, რაც გაქვს გაყიდული ბინები, უმეტეს შემთხვევაში აქ მოსახლეობა ყიდულობს როგორც ორსაძინებლიან ბინებს, საოჯახო დასვენების საცხოვრებლად, ასევე თბილისიდან გვაქვს პატარა ბინებზე დაინტერესება საინვესტიციოდ და შემდგომი გაქირავების მიზნით. როგორია კომპანიის განვითარების გეგმები? ეს არის პირველი მსხვილი პროექტი, რასაც ახორციელებთ, ხომ არ გეგმება კიდევ დამატებით იგივე კახეთში ან საქართველოს სხვა რეგიონებში პროექტების? რა თქმა უნდა, კომპანიის გეგმები საკმაოდ გრძელვადიანია. ეს არ იქნება ჩვენი უკანასკნელი პროექტი. გეგმავთ სამომავლოდაც მსგავსი ტიპის მულტიფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობას და შეთავაზებას საქართველოს მოქალაქეებისთვის. წარმატებები. დარწმუნებული ვარ, ძალიან საინტერესო პროექტი იქნება და 2027 წელს გესტუმრებით დასრულებული კომპლექსის სანახავად. მადლობა დაინტერესებისთვის, ჩამობრძანებისთვის. ჩვენს პროცესშიც გვეწვიეთ, ნახავთ პროგრესს, სწრაფ პროგრესს ჩვენი განვითარების და მშენებლობის.
რა ღირს ბინები, კომერციული ფართები და მიწის ნაკვეთები თელავში და მის შემოგარენში ამ თემაზე ვესაუბრეთ სააგენტო პროფერტრაის დამფუძნებელს ელენე იაშვილს დეტალებს ინტერვიუდან გაგიზიარებთ. ელენე იაშვილია ჩვენი სტუმარი, პროფერტრაის დამფუძნებელი და დირექტორი და მასთან მიმოვიხილავთ კახეთის უძრავი ქონების ბაზრის ტენდენციებს. გამარჯობა, მოგესალმებით. შენ ხარ ერთ-ერთი გამორჩეული ადამიანი, რომელიც კახეთში არა მარტო თელავში, არამედ სხვადასხვა ქალაქებში უძრავი ქონების მიმართულებით მუშაობს საკმაოდ დიდი ხანია და მოდი პირველ რიგში ვისაუბროთ რა ხდება დღეს თელავის უძრავი ქონების ბაზარში და რომელია ყველაზე ცოცხალი ქალაქი ამ მხრივ. კახეთი ზოგადად აქტიური ბაზარი არის, ყოველდღიურად აქტიურ რეჟიმში არის ყიდვა-გაყიდვა. რა თქმა უნდა, ყველაზე აქტიური ქალაქი არის თელავი, ალბათ იმიტომაც რომ მე აქ ვცხოვრობ და შესაბამისად უფრო მოცული ვარ თელავის უძრავი ქონების ბაზრით. ბოლო პერიოდში ტენდენციები ცოტა შეიცვალა უძრავი ქონების მიმართულებით, მაგრამ მაინც არის აქტიური მოთხოვნა. ყველაზე მოთხოვნადი არის კორპუსის ბინები. ეს გამომდინარეობს იქიდან, რომ ახალი ოჯახები იქმნება, ადამიანებს ცდილობენ რომ ცალკე გადავიდნენ საცხოვრებლად და კორპუსის ბინები მათთვის არის უფრო ხელმისაწვდომი ვიდრე საკუთარი სახლები. საკუთარ სახლებს რაც შეეხება არის თელავში, რა თქმა უნდა, გასაყიდი გვაქვს ბევრი საკუთარი სახლი, მაგრამ ძირითადად საკუთარი სახლები არის ძველი აშენებული, არის უმეტესწილად ძალიან დიდი, რემონტის დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული, ასევე ძალიან ძვირი ღირს საკუთარი სახლები, იმიტომ რომ მეპატრონები მხოლოდ საკუთარ სახლს არ ყიდიან, ისინი ყიდიან თავიანთ ემოციებს, უმეტესი სახლი მათ მიღებული აქვთ მემკვიდრეობით წინაპრებისაგან და ისინი მხოლოდ ამ უძრავ ქონებას არ ყიდიან, ისინი ყიდიან თავიანთ ემოციებს, სენტიმენტებს და შესაბამისად ადებენ ძალიან ძვირ ფასებს. ამიტომ გაყიდვები ამ მიმართულებით ცოტა უფრო ნაკლებია. იმის მიუხედავად, რომ რამოდენიმე წლის წინ მაინც ყველა თელავში ცდილობდა, რომ შეეძინა ეზოიანი სახლი, ახლა ეს სეგმენტი მაინც გადართულია უფრო კორპუსის ბინებზე, რადგან მათ უკვე შეუძლიათ შევიდნენ, იცხოვრონ და აღარ ქონდეთ ამ რემონტზე მუდმივი ღელა. შეგვიძლია ვთქვათ, რა არის დაახლოებით ღირებულება კერძო სახლების შემთხვევაში და კორპუსის შემთხვევაში რა არის კვადრატულის ფასი? კერძო სახლების, ესე კვადრატულად ძნელია რომ გითხრათ კერძო სახლების ღირებულება, მაგრამ მინიმალური თელავში $50,000-დან ზევით იწყება. ანუ სარემონტო სახლები მაქვს $180,000-მდე, $200,000-მდე ვის როგორ უღრის თავისი საკუთარი სახლი, ხო? და ალბათ მიწაც რამხელა მოყვება ამ ყველაფერს ესეც. მიწები ძირითადად თელავში 500 კვადრატულია, ყველა სახლის მიწა შვიათია რომ 1000 კვადრატი კონდეს. რაც შეეხება კორპუსის ბინები, ერთოთახიანი ბინების ძველი ხრუშოვკის ტიპის იწყება $25,000-დან ზევით. ანუ შეიძლება გამიყიდია კვადრატული $100-დან, $1,200-დანაც ძველი კორპუსი. ახალ კორპუსს რაც შეეხება, ახალ კორპუსზე ცოტა უფრო სხვა მოცემულობა გვაქვს დღესდღეობით, რადგან უმეტესი ახალი კორპუსი ჯერ არ არის დასრულებული და შესახლებული. ძველი კორპუსები არის დაახლოებით 128 კორპუსი, რომელიც აშენებულია ძირითადად კომუნისტების დროს, ბოლო პერიოდში. ეს სახლები არის ისეთი ყველაზე გაყიდვადი. ახალ კორპუსებს რაც შეეხება, ძირითადად შესახლებული არ არის. უმეტესი ნაწილი დაახლოებით 20%-ია, რაც აშენდა. მშენებლობები დაიწყო ახალი კორპუსების თელავში 4 წლის წინ. ანუ პირველი საძირკველი მოიჭრა 4 წლის წინ. შესაბამისად, ძალიან ახალი ბაზარია, სრულიად ახალ სეგმენტზე გავდივართ, ახალი მოცემულობები გვაქვს და ძალიან ძნელია დღეს თქვა რა იქნება მომავალში, იმიტომ რომ უმეტესი ბინები ჯერ არ არის შესახლებული, დაახლოებით 600 ბინა, რაც უკვე არის აშენებული, დასრულებული, არ დაუწყია ხალხს ცხოვრება. უმეტეს აქვს ეს საინვესტიციო ნაყიდი, გასაქირავებლად, ზოგ საცხოვრებლად, უმეტესობამ ემიგრანტებმა იყიდეს. შესაბამისად, ალბათ უფრო უკვე რო დაიწყებს ხალხი ამ ახალ კორპუსებში ცხოვრებას, სრული სურათი ფასებთან დაკავშირებით, მაშინ გვექნება. როგორი ტიპის ბინებია? როგორი ტიპის ბინებია? რა ზომის თავიდან პირველად კორპუსები რო დაიწყეს შენება, ხო? ფიქრობდნენ, რომ ერთსაძინებლიანი, ორსაძინებლიანი უფრო გაყიდვადი იყო, მაგრამ რეალობას სხვა სურათი გვაჩვენა. ძირითადი მოთხოვნა არის ორსაძინებლიან ბინებზე და პრინციპში აი სამსაძინებლიან ბინებზე, იმიტომ რომ ხალხი აქ თელავში, ხო? თბილისიდან ნაკლებად ყიდულობს კორპუსის ბინას. ეხლა რომ ჩემ კლიენტებს რო უთხრა, შევთავაზო თბილისიდან რო კორპუსის ბინა შეიძინა, ყველა პრინციპში გაიცინებს, ხო? თუ ეს არ ეხება აპარტ ჰოტელის ტიპის ბინას, ყველას კახეთში როდესაც ყიდულობს სახლს, უნდა რომ ჰქონდეს თავისი სულ მცირე პატარა ეზო.
ძირითადად ყიდულობენ ადგილობრივები. ადგილობრივები ყიდულობენ თავის საცხოვრებლად, ხო, როცა ერთი შვილი მაინც გყავს, გჭირდება უკვე ორ საძინებლიანი ბინა გქონდეს და რა თქმა უნდა, ამაზე უფრო არის მოთხოვნა ვიდრე პატარა ბინებზე. ახალი კორპუსები, რომელიც შენდება, ფასი რა არის კვადრატულის, ვახსენეთ რომ 1200 და $1000 იღებს დაახლოებით ძველ ბინებში? არა, ძველ კორპუსში გამიყიდია გარემონტებული კარგი ბინა $1000-ზე, მქონია შემთხვევა რომ $1200-მდეც კი გამიყიდია, მაგრამ ეს არ ეხება სარემონტო ბინებს, ხო? ახალ კორპუსებში ძირითადად თელავში გვაქვს ზოგიერთი არის შავი კარკასი, ზოგიერთი მწვანე კარკასის მდგომარეობაში. ფასები მერყეობს $600-დან უკვე რაღაც ბინებზე $850-მდე ხედის და მდებარეობის გათვალისწინებით. თუმცა გარემონტებული უკვე ახალ კორპუსში, ვისაც უკვე ნაყიდი აქვს და თვითონ გარემონტა, $1000 ფარგლებში მერყეობს მაგის ფასიც. მშენებლობა რამდენად ბევრია ქალაქში და რამდენად საინტერესოა თელავი უძრავი ქონების დეველოპერებისთვის? თელავი საინტერესოა, იმიტომ რომ ცხადია, თავიდან გაყიდეს ძალიან კარგად ახალ აშენებულ კორპუსებში გაიყიდა ბინები მომენტალურად განსაკუთრებით ემიგრანტებისთვის იყო ძალიან მიმზიდველი, რადგან ჰქონდათ შიდა განვადება, ადამიანები, ვინც წლებია წასულები არიან და მათ არ აქვს შესაძლებლობა გააკეთონ დანაზოგი, ზოგს არ აქვს საკრედიტო ისტორია და ასე შემდეგ, მათთვის პირველად ქონებასთან როცა ყიდულობ, ძალიან ძნელია რომ აიღო კრედიტი. შესაბამისად, ემიგრანტებისთვის ეს იყო ფართო შესაძლებლობა, როგორც კი დაიწყო ახალი კორპუსების აშენება, რადგან მათ უკვე შეეძლოთ თავიანთი არადანაზოგითაც გამختარიყვნენ ბინის მეპატრონები და ეს რა თქმა უნდა ძალიან სასიხარულოა რომ მათ ეს შესაძლებლობა მიეცათ. მიწების კუთხით როგორი სურათია? თქვენ თქვით რომ თელავში ძირითადად სახლებს არსებულ სახლებზია საუბარი 500 კვადრატული მიწის ნაკვეთები აქვს. თუმცა გარდა სამოსახლო მიწებისა კიდევ ძალიან ბევრი ტიპის მიწები არსებობს, რომელზეც თქვენც მუშაობთ, ხო? აი ამ მიმართულებით რა ხდება, რამდენად გაზრდილია მოთხოვნა და რა ზომის მიწებს ეძებს პოტენციური მყიდველი? ახლა მოგახსენებთ, თელავში ვისაც სურს რომ მქონდეს კერძო სახლი, სამწუხაროდ ბაზარი არის ძალიან მწირი, მიწოდება არ მაქვს. ანუ რომ მოხვიდეთ ჩემთან და მითხრა რომ აყიდინე საეზოვე თელავში, პრინციპში მექნება დაახლოებით 7-8 ეტაპზე გასაყიდი. შესაბამისად, არჩევანი არ არის. ძირითადად თელავერლებს როდესაც სურთ რომ აიშენონ ახალი სახლი, მათთვის ძალიან მიმზიდველია გარშემო სოფლები. იმიტომ რომ იქ შესაბამისად ფასი დაახლოებით მერყეობს 10-დან მაქსიმუმ $30-მდე კვადრატულის ფასი და პრინციპში თელავშიც კი შეგიძლია 30 წუთში ფეხით მოხვიდე, ხო? მანქანით მით უფრო 5 წუთში. ამიტომ ისინი ირჩევენ თელავთან ახლოს სოფლებს. ძალიან პოპულარულია ვარდისუბანი, თელავის შემოსასვლელი, ასევე სოფელი შალაური. ძირითადად იქ ყიდულობენ საცხოვრებლად, როდესაც თელაველებს უნდათ დაბალ ბიუჯეტში შეიძინონ მიწის ნაკვეთი. თელავში რაც შეეხება ფასებს, მიწის საეზოვის ფასი მერყეობს დაახლოებით $80-დან $100-მდე. კომერციულ ფართებზეა ძალიან დიდი მოთხოვნა, იმიტომ რომ კომერციული ფართები მოგეხსენებათ არა გვაქვს თელავში ესეთი ახალი შენობები, ახალი ობიექტები, არის ძირითადად ძველი კომერციული ფართები, რომელიც მდებარეობს თელავის ცენტრში, არის პატარა ზომის, მაგალითად ქსელური მაღაზიებისთვის არც თუ ისე მიმზიდველი. და ორი ქუჩა გახდა პოპულარული ბოლო წლებში, სადაც დაიწყეს აქტიურად კომერციული ფართების შენება, რადგან იმ ქუჩებს ჰქონდათ კარგი პარკინგის სივრცე და უფრო მიმზიდველი იყო ფასების კუთხით. იქაც ამ ეტაპზე უკვე ძალიან ცოტა მიწები მაქვს ასეთი გასაყიდი, კომერციული მიწების ფასი მერყეობს დაახლოებით $100-დან $300-მდე. კვადრატული მეტრის ფასი, რომელსაც მერე გააქირავებენ ძალიან კარგად. ქირა რამდენად საინტერესოა და ქირის ღირებულება რა არის კომერციული ფართების შემთხვევაში? კი, გააჩნია ვინ ქირავს, როგორც უკვე გითხარით, არსებობს ორი ტიპის კომერციული ფართები თელავში. ერთი ტიპი არის, რომელსაც ქირავენ ადგილობრივები, ძირითადად მთავარ ქუჩაზე, სადაც უფრო ცუდი პარკინგია და პატარა ფართებია, დაახლოებით 20-30 კვადრატული, ხო? ასეთი კომერციული პატარა სავაჭრო ობიექტები. სავაჭრო ობიექტები კი აი შეიძლება რაღაც პატარა სალონები იყოს, იყოს, მაღაზია და ასე შემდეგ. აფთიაქები უკვე ქსელურებია და ძირითადად ადგილობრივებს აღარ აქვს, მაგრამ უფრო პატარა მაღაზიები, რაღაც საკანცელარიო და ასე შემდეგ.
ასეთი ფართები ქალაქის ცენტრშიც იაფიღეს. მაგრამ როგორც კი ფართი გადის 60 კვადრატის ზემოთ, უკვე მოთხოვნა იზრდება, იმიტომ რომ ქსელური მაღაზიებისთვის და ობიექტებისთვის არის უკვე მიმზიდველი. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რაც კახეთს აქვს და ჩვენ საუბრობდით წინა ინტერვიუს დროსაც, არის სასტუმრო ნაწილი და ახლაც სადაც ვიმყოფებით, ეს არის სასტუმროს ტერიტორია. როგორია ამ კუთხით მოთხოვნა მიწოდება? რამდენად ბევრი სასტუმროა, რამდენად ბევრი ინტერესდება რომ ააშენოს და შემდგომ რამდენად ხდება ამ ყველაფრის გასხვისება? ამ ნაწილში როგორი სურათი გვაქვს? კოვიდის შემდგომ, როდესაც იყო ჩაკეტილი სივრცე, ძალიან დიდი მოთხოვნა იყო თელავის გარშემო მიწებზე. ძალიან ბევრი ადამიანი ჩამოდიოდა, ვისაც ვათვალიერებინებდი და ყველას ჰქონდა გეგმაში რომ ააშენებინა სასტუმრო, კოტეჯური დასახლება და ასევე ძალიან ბევრი მიწა გავყიდეთ ამ მიზნისთვის. რაც შეეხება უმეტესმა არ განახორციელა ეს პროექტი, იმიტომ რომ ამ სიტუაცია, როდესაც დაალაგდა კოვიდის შემდგომ რაღაც მათ გეგმები შეეცვალათ, თუმცა მაინც აქტიურად მიმდინარეობს სასტუმროების მშენებლობა. არსებობს ადამიანები, ვინც ცდილობენ, რომ ეს სასტუმროები ამუშაონ, მაგრამ არ აქვს ზოგს გამოცდილება, ასევე ზოგიერთი ადამიანები აშენებენ სასტუმროებს და იღებენ დიდ ვალდებულებას, იცით სამშენებლო პროცესები ხშირ შემთხვევაში იწყება და ეს მუშაობა ვერ ეწევა გადახდის პირობებს. ძალიან ბევრმა აშენა ასევე საზღვარგარეთიდან, მათ არ ჰქონდათ არავითარი გამოცდილება, ის განსაკუთრებით მინდა ერთი სასტუმრო აღნიშნო, რომელსაც სახელსაც არ ვიტყვი. საზღვარგარეთიდან ჩამოიტანეს თანხები, ააშენეს ძალიან კარგი სასტუმროები, მაგრამ არ ჰქონდათ ბაზარის საერთოდ შესწავლილი. ანუ არ იცოდნენ რა ტიპის მომხმარებელზე აშენებდნენ და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ესეთი სასტუმროები ვერ მუშაობს. შესაბამისად, ცდილობენ ისინი ამის გაყიდვას. სამწუხაროდ არის ხოლმე უფრო მაღალ ფასად, მოლოდინი აქვთ, რომ მაღალ ფასად გაყიდიან და არ არის მყიდველი ამ ფასად ამ სასტუმროების. ელენე, ბევრი სასტუმრო იყიდება დღეს კახეთში რომ შევაჯამოთ? კახეთში ბევრი სასტუმრო იყიდება, თუმცა ამას კულუარულად ყიდის უმეტესი მათგანი, არ უნდათ აფიშირება გააკეთონ, იმიტომ რომ სასტუმროს გაყიდვის განაცხადი ბევრ რამეს შევაუარყოფითაც იმიტომ რომ იქ თანამშრომლების გადინება შეიძლება მოხდეს, ასევე შეიძლება გაგიუქმდეს ჯავშნები, ამიტომ ესე აშკარად აფიშირება არავის არ სურს. უძრავი ქონება ძვირდება წლიდან წლამდე, მათ შორის კახეთშიც და ყველა რეგიონში. სასტუმროების მიმართულება როგორია? 5 წლის წინაც ხირდა, უფრო ძვირია თუ იმდენი მიწოდება გაჩნდა, რომ პირიქით ფასები შემცირდა? იცით რა არის, ვერ ვიტყვი რომ ფასები შემცირდა, იმიტომ რომ წელს ვისაც კი ვესაუბრე სასტუმროების მეპატრონებს, მითხრეს რომ ესეთი სეზონი არ შესაბამისად, ძალიან კარგად ამუშავეს, ბევრს ყავდა უცხოელი სტუმრები, არა მხოლოდ მოლოდინები, ახლა რუსი ტურისტი არა, იმიტომ რომ გუშინაც ვესაუბრე ერთ-ერთი სასტუმროს მეპატრონეს და მითხრა რომ ძალიან ბევრი სტუმარი ყავდა ინგლისიდან, გერმანიიდან და ასე შემდეგ. შესაბამისად, ყველა სასტუმრო მუშაობს კარგად. ამიტომ ფასები არ არის შემცირებული, თუმცა რომ გითხრათ, ძალიან მკვეთრად გაზრდილია მომტყვები. არ არის ფასები თითქმის იგივეა დარჩენილი. ჩვენ ვსაუბრობთ სასტუმროებზე, ვისაუბრეთ ასევე საცხოვრებელ კორპუსებზე, მათ შორის სადაც საინვესტიციო უძრავი ქონებაც გაჩნდა უკვე. პირადად შენ როგორ ფიქრობ, ან შეიძლება ყოფილა საუბრები მათ შორის სასტუმრო სხვადასხვა მეპატრონეებთან და გამოცდილ ადამიანებთან, როგორ უნდა გახდეს კახეთის რეგიონი არა 4 სეზონიანი, არამედ უფრო გახანგრძლივდეს ადამიანების დარჩენა. სხვადასხვა სეზონებზე თუნდაც, მაგრამ აი შაბათ-კვირებს როგორ შეიძლება გავცდეთ? კარგი იქნება ბევრი სხვა სიახლის შემოტანა კახეთში, რაც არა გვაქვს, ან ბევრი ბიზნესისათვის არის თავისუფალი ადგილი და კარგი იქნება თუ სხვა ობიექტები გაიხსნება. ეხლა იხსნება კინოთეატრი, ვნახოთ როგორ იქნება, აქამდე კინოთეატრიც არ იყო. საუბარი იყო აეროპორტის განახლებაზე. რამდენად არის შესაძლებელი, რომ დროულად განახლდეს და როგორ ფიქრობ, აი რა ტიპის ტურისტები შეიძლება მიიღოს და ეს თუ გახდის ღამეების რაოდენობას თუ გაზრდის ტურისტებისთვის? ღამეების რაოდენობას არ ვიცი, მაგრამ უფრო მეტი ტურისტი იქნება ცალსახად, როგორც კი აეროპორტი გაიხსნება. ჩვენ ძალიან აქტიურად ველოდებით, როდის გვექნება ეგ ბედნიერება და ჩემი აზრით, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება და ძალიან კარგი იქნება, თუ რკინიგზა აღდგება და იქნება სწრაფმოვარდნილი მატარებელი, იმიტომ რომ ადამიანები ისე დაიღალნენ თბილისში ცხოვრებით,
ამ ქაოსით, საცობებით თქვენს მოგეხსენებათ, ხო, როგორც არის და ყველას უნდა სუფთა ჰაერზე მშვიდად ცხოვრება, თუ იქნება ჩქაროსნული მატარებელი, დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი და პირად საუბრებში ჩემთან უთქვამთ, რომ დიდი სიამოვნებით გადმოვიდოდნენ საცხოვრებლად. რა ხდება თელავის გარშემო, სოფლებში ან სხვა ქალაქებში? რამდენად აქტიურია უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა? სოფლებში არის ძალიან აქტიური, განსაკუთრებით იყო აქტიური ეს კოვიდის შემდგომ, ანუ დღეში არის დაახლოებით 5-6 ჯგუფი ჩამომდიოდა, ყველას ვათვალიერებინებდი და ძალიან ბევრი ადამიანი ყიდულობდა 1000 კვადრატს, 1500 კვადრატულ მეტრ მიწის ნაკვეთებს. რა თქმა უნდა, ეს სეგმენტი გამიქრა, აღარ არის ესეთი აქტიური ადამიანმა დაიწყეს ევროპაში სიარული და კახეთში უფრო ნაკლებად, ვიდრე კოვიდის შემდგომ, მაგრამ მაინც არის ძალიან აქტიური. სოფლის სახლები ასევე ძალიან კარგად იყიდება, მიწის ნაკვეთები, განსაკუთრებით კარგად იყიდება ასევე დიდი მიწები, რომელიც გამოიყენება სახნავს ათესად. თუმცა ერთ პერიოდ იმდენად გაძვირდა ეს ობიექტები, ხო, მიწის ნაკვეთები, რომ ცოტა მაგან შეანელა გაყიდვები, იმიტომ რომ იმდენად დიდი მოთხოვნა იყო, რომ ფიზიკურად კარდაკარ დავდიოდი, რომ მეშოვა მიწები წარმოიდგინეთ. და რადგან ეს გაძვირდა შესაბამისად, ცოტა გაყიდვებს უჭირს ამ კუთხით. ელენე, სხვა ქალაქებში თუ ხდება აქტიური დეველოპმენტი უძრავი ქონების მშენებლობა თუ თელავია გამორჩეული მხოლოდ? თელავია გამორჩეული, სადაც აქტიურად მიმდინარეობს ეს ყიდვა-გაყიდვა, თუმცა ასევე კარგად იყიდება ახმეტის რაიონის სოფლები, არის ძალიან ლამაზი, კარგი სოფლები, კარგი სახლები და შესაბამისად ფასი არის უფრო დაბალ ბიუჯეტიანი ვიდრე თუმცა ვერ ხვდებით იქით ახალ დეველოპმენტს, ხო? მაგალითად ახმეტაში ან გურჯაანში, წნორში, იქ ახალი საცხოვრებელი კორპუსები არ იქნება? ეხლა დაიწყეს რაღაც პატარა კორპუსს აშენებენ ახმეტაშიც, თუმცა დიდი დეველოპმენტი მიმდინარეობდეს გურჯაანშიც, ვიცი რომ რაღაცებს თითქოს ცდილობენ, მაგრამ ესეთი აქტიური მშენებლობა როგორიც არის თელავში, არ არის არც ყვარელში, არც გურჯაანში, არც ახმეტის რაიონში. თელაველები ყიდულობენ გურჯაანში, ეს ხუმრობა იყო. ძირითადად გურჯაანიდან ყიდულობენ ხოლმე თელავში, ყოთ ისე ემიგრანტებიც და ადგილობრივებიც, იმიტომ რომ გასაქირაებლად უფრო თელავში ქირავდება. ამას კომპრომატად შევინახე. ელენე, ძალიან დიდი მადლობა პასუხებისთვის და უძრავი ქონების ბაზრის მიმოხილვისთვის. ელენე იაშვილი პროპერტრაის დამფუძნებელი პასუხობდა ჩვენს შეკითხვებს. რას მოიცავს უძრავი ქონების წილობრივი შეძენა და ამ ნაწილში როგორ რეგულირდება სამართლებრივი საკითხები? ტრადიციულად იურიდიულ რჩევებს ჩვენი პარტნიორი ბექა თეზელაშვილი გაგვიზიარებს. უძრავი ქონების წილობრივი შეძენა წარმოადგენს საკუთრების ერთ-ერთ თულ სამართლებრივ ფორმას, რომელიც პირდაპირ დაკავშირებულია თანამესაკუთრეობის ინსტიტუტთან და მომდინარეობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის დადგენილი პრინციპებიდან. აღნიშნული სამართლებრივი ჩარჩო მოითხოვს მაღალი სიზუსტით ფორმულირებულ ხელშეკრულებას, თანამესაკუთრეთა უფლებისა და ვალდებულებების მკაფიო განსაზღვრას და პრეუმპციის წესის დასაბუთებულ დაცვას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172 მუხლის თანახმად საერთო საკუთრება შეიძლება იყოს წილობრივი ან უცილობელი. უძრავი ქონების შეძენისას როგორც წესით გინდება წილობრივი თანასაკუთრება, რომლის ფარგლებში თითოეული თანამესაკუთრე ფლობს საკუთრების ობიექტში განსაზღვრულ წილს. მნიშვნელოვანია აღსანიშნავი, რომ წილი წარმოადგენს არა კონკრეტულ ფიზიკურ ფაქტს, არამედ საკუთრების შეზღუდულ წილობრივ უფლებას საერთო ობიექტზე. საკუთრების უფლების ელემენტებიდან გამომდინარე, თანამესაკუთრეს აქვს უფლება თავისუფლად განკარგოს თავისი წილი. თუმცა წილის განკარგვა ვერ განხორციელდება ისეთი ფორმით, რაც დაარღვევს სხვა თანამესაკუთრეთა უფლებრივ ინტერესებს. ამ კონტექსტში უმნიშვნელოვანესია წინასწარი ყიდვის უფლება, პრეუმპცია, რომელიც განსაზღვრულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 195 მუხლით. პრეუმპციის არსი მდგომარეობს იმაში, რომ წილის გასხვისების სურვილმა თანამესაკუთრემ ვალდებულია დაიწყოს წილზე ყიდვის შეთავაზება უპირველესად სხვა თანამესაკუთრეთათვის. ხოლო უარის დადასტურების შემდეგ ხდება მესამე პირთან გარკარგვის უფლების რეალიზაცია. თუ პრეუმპციის უფლება უგულვებელყოფილია, დაინტერესებულ თანამესაკუთრეს უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს გასხვისებული წილის გადაფორმება მის სახელზე იგივე პირობებითა და ფასით, რაც განხორციელდა მესამე პირთან. აღნიშნული სამართლებრივი დაცვის მექანიზმი ემსახურება თანამესაკუთრეთა ინტერესთა ბალანსის დაცვას და საერთო საკუთრების სტაბილურობის უზრუნველყოფას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 173 მუხლი ავალდება
ბრალდებულებს თანამესაკუთრეებს შეთანხმდნენ საკუთრების გამოყენების წესზე. თუ შეთანხმება ვერ მიიღწევა, საკითხის გადაწყვეტა ხდება სასამართლოს მეშვეობით. შესაბამისად, წილის შეძენისას პრაქტიკულად შეუძლებელია კონკრეტული საცხოვრებელი ფართის ან ოთახის ინდივიდუალური გამოყენების გარანტირებული უზრუნველყოფა დამატებითი შეთანხმების გარეშე. წილის გასხვისების ხელშეკრულება უნდა იყოს დამოწმებული ნოტარიულად საჯარო რეესტრი რეგისტრაციისათვის. შეიცავდეს საკუთრების ობიექტის სრულად იდენტიფიცირებად მონაცემებს, საკადასტრო კოდი, მისამართი, მიუთითებდეს წილობრივ ნაწილს ზუსტი პროცენტული მაჩვენებლით. დადასტურებულად ასახავდეს პრეუმპციის წესის დაცვას, თანამესაკუთრეთა უარის შეთანხმების საფუძველი. მნიშვნელოვანია, რომ რეესტრი განხორციელდეს წილის რეგისტრაცია, ხოლო არა მხოლოდ გამოყენების წესის შეთანხმება, რადგან სამართლებრივი შედეგის მატარებელია მხოლოდ სახელმწიფო რეესტრი. წილის შეძენა უძრავ ქონებაში წარმოადგენს სამართლებრივად კომპლექსურ ოპერაციას, რომელიც მოითხოვს წინასწარ შეფასებას, თანამესაკუთრეთა ინტერესთა თანხვედრის ანალიზს და ბალანსის დაცვას. რეკომენდირებულია ყოველი მსგავსი ტრანზაქციის წინ შეისწავლოს საკუთრების ისტორია, შესაძლო იპოთეკარი ან სამართლებრივი შეზღუდვები, თანამესაკუთრეთა ურთიერთობების ფაქტობრივი მდგომარეობა, ხელშეკრულების მომზადებისას აუცილებელია კვალიფიციური იურისტის მონაწილეობა, რათა თავიდან იქნეს აცილებული სამართლებრივი დავები და საკუთრების უფლების დარღვევის რისკები. ასეთი იყო 25 ნოემბრის უძრავი ქონების პროსპექტი კახეთიდან. ჩვენი მომდევნო გასვლა რეგიონში უკვე ზამთრის კურორტებიდან იქნება და მოგიყვებით ძალიან საინტერესო ამბებს სხვადასხვა პროექტებზე. მანამდე კი ტრადიციულად ერთ კვირაში ისევ BMG-ზე იგივე დროს შევხვდებით. მადლობა ყურადღებისთვის, წარმატებულ კვირას გისურვებთ. გადაცემის წარმოდგენია ალიანს ჯგუფი. JETEX-ი, ISO სერტიფიცირებული სახანძრო უსაფრთხოების სისტემები და უნივერსალური საინჟინრო მომსახურება. გადაცემის თანაავტორია პროსპექტი. უძრავი ქონების გაყიდვების კომპანია 2018 წლიდან.